საჯარო სკოლას უკვე საკუთარი ონლაინ რადიო აქვს. რადიოში ამავე დაწესებულების მოსწავლეები მუშაობენ. პროექტის მიზანია ეს საკითხები და რეფორმები გაშუქდეს, რაც განათლების სფეროში აქტუალურია. წამყვანებმა გადამზადების კურსი რადიო ემედსა და რადიო ჯიბაში გაიარეს. პროექტი USAID-ის მხარდაჭერით განხორციელდა. ჩვენ ამ შექმნა, იმიტომ გადაწყვეტეთ, რომ გვინდა ჩვენი მედია სივრცე შეგაქმნა, სადაც ვიმუშავებდით და ჩვენს პრობლემებს თუ სამოქალაქო განათლებაში რაც ხდება, ჩვენს აქციებსა და ღონისძიებებს აქტიურად გავაშუქებდით. სულ მუშაობს 30-მდე ბავშვი, რა თქმა უნდა, მოხალისეობრივად. რადიოს ყავს თავისი წამყვანები, რომლებიც გადატრენინგდნენ რადიო იმედმა გადაატრენინგა ისინი და რადიო ჯიპა. ჩვენი პროექტი მუშაობს ახალგაზრდებთან, იმისათვის, რომ მათში ამაღლდეს სამოქალაქო ცნობიერება და შეეწყოს ხელი მათ ჩამოყალიბებას აქტიურ მოქალაქეებად, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში. ეს შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, რომ მათ ძალიან ბევრ სხვადასხვა საკითხებზე სტუმრები მოიწვიონ, გააშუქონ ძალიან საინტერესო თემები. ყოველი საინტერესო ინიციატივა, რომელიც ამ ბავშვების მიერ არის წარმოდგენილი და ემსახურება თემის და საზოგადოების პრობლემის მოგვარებას, ყოველთვის არის მეტად მხარდაჭერილი USAID-სა და PH International-ის მიერ. ჩვენ როგორც განმახორციელებელი პარტნიორი ვეხმარებით ბავშვებს ამ ინიციატივების განხორციელებაში.